გამარჯობა თქვენ უყურებთ სპორტის ანატომიას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სპორტული ჟურნალისტები კობაინ ასარიძე და ილია ნანუბაშვილი. გამარჯობა. ხოლო საუბრის თემა არის ევროთასები. ხვალიდან ქართული გუნდები იწყებენ თავიანთ მორიგ სვლას ევროშეჯიბრებებზე. ჩემპიონთა ლიგაში გამოდის ბათუმი, რომელიც ეთამაშება სლოვანს სტუმრად ბრატისლავაში. ხოლო კონფერენციის თასზე გამოდიან საბურთალო, რომელიც ტირანას პარტიზანს შეხვდება, დილა, რომელიც ფინურ კლუბს შეხვდება და ესტონურ პაიდეს შეხვდება თბილისის დინამო. ბოლო პერიოდში, ახლობით 1 თვის წინ, საქართველოს ნაკრებმა ძალიან გაგვახარა ყველანი თავისი ძალიან კარგი თამაშით, კარგი შედეგებით. მაყურებელს გულშემატკივარს ჩაესახა იმედი, რომ ქართული ფეხბურთი დაადგა აღმავლობის გზას და ეს არის ძალიან კარგი, რაც მართლა შეიძლება იმპულსი შეიტანოს და ითამაშოს როლი ქართული ფეხბურთის მომავალ აყვავებაში. გარდა ამისა არის კიდევ სხვა ფაქტორები, თუნდაც იგივე ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენა, იგივე ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა ნეაპოლში, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც კვლავ აგრძელებს ვალენსიაში თამაშს და ასე შემდეგ, მაგრამ სხვა სურათი გვქონდა ყოველ შემთხვევაში აქამდე და სავარაუდოდ ცოტა განსხვავებული სპეციფიკა არის ახლაც საკლუბო ფეხბურთში. თუმცა ბათუმი იმედის მომცემი გუნდია, ახალი სტადიონი, ახალი გუნდი, ყოველ მხრივ ახალი იერსახე, თამაშის ხარისხი. მოდი დავიწყოთ ხვალინდელი თამაშით, სლოვანის თამაშით ბათუმთან. და თქვათ, ან ზოგადად რისი იმედი უნდა გქონდეს ახალ სეზონში ქართული კლუბებისგან ევროთასებზე და კონკრეტულად დავიწყოთ მე ბათუმით. ესე იგი, ბრატისლავაში სლოვანთან ვლადიმერ ვაისის გუნდთან, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვლადიმერ ვაისის გუნდთან, რომელშიც თამაშობენ კაშია, თამაშობს კანკავა და ახლა გუნდს დაემატა ჩაკვეტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე. თამაშობს ჩვენი ჩემპიონი ბათუმის დინამო. გთხოვთ. მოგესალმებით, მოგესალმები ჩვენს დადამაყურებელს. კი, ნამდვილად ხვალ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, აი ახალი ევროტურნირების დაწყების წინ გადამწყვეტი თამაში იქნება ალბათ, აი ბათუმის შედეგზე დილად იქნება დამოკიდებული შემდეგ სხვა გუნდების განწყობა აი ამ ევროთასებზე მონაწილეობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ზეგ უკვე 3 გუნდი ჩაერთვება, ხო? ევრო ასპარეზზე და პირველი ვინც არის გამხსნელი ბათუმია და დილად არის, ხო, დამოკიდებული პირველი შედეგი, პირველი თამაში ზოგადად ქვეყნის წარმომადგენლობაზე. ტონს მისცემს. ხო. ხო, ნუ ეხლა ბათუმმა რო იქ მოიგოს ეს დამაჯერებლად მოიგოს თან მით უმეტეს, ნუ ეხლა წარმოიდგინეთ დინამოზე და ამ სხვა გუნდებზე როგორი მოქმედებს, ხო? აი ამ ფაქტორს მინდა ხაზი გაუსვა. სხვათა შორის წლეულს ისე იმედიანად ვარ განწყობილი, როგორც აი ბოლო 5-6 წელიწადში საერთოდ ავყოფილ ვარ, ძალიან პესიმისტური ფიქრები და აზრები მქონდა ყოველი ევროტურნირი. აი ამაზე ვილაპარაკოთ. რამ განაპირობა აი ეს ოპტიმიზმი, რა შეიცვალა, რა არის მიზეზი იმისა, რომ აი ქართულ ჟურნალისტს შეეცვალა განწყობა და ოპტიმისტურად არის. ხო, აი ზუსტად ეგ მინდა მეთქვა, არ ვიცი, აი ეს იმ სანაკრებო თამაშების ემოცია მაქვს კიდე გამოყოლილი, ესეთი დადებითი ემოცია თუ აი ეს მომენტი, რომ აი ამ ბოლო პერიოდში სტადიონზე ხალხმა იმატა და ხალხის მატება სტადიონზე განპირობებულია გუნდების თამაშის ხარისხით, ხო? თუ ხარისხი არ ვარგა, ხალხიც არ მიდის, ხო, სტადიონზე და ანუ რა კი ხალხმა მოიმატა სტადიონზე, ტრიბუნაზე, კი გასაგებია, რომ ხვიჩა კვარაცხელია იყო ითამაშა, რამდენიმე თამაში ეგეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ზოგადად კვარაცხელიას გარეშეც ბათუმის სტადიონი მუდამ სავსეა და ბათუმის თამაშებზე სხვა ქალაქებშიც დადიან კომაგები. აი რა მომენტია, ჯერ ვერ ვარ ჩამოყალიბებული ჩემ თავში, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ აი ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მე მგონია, რომ ბათუმი საკმაოდ ჩორს წავა და არ იქნება აი სლოვანი ბოლო და პირველი გაჩერება ამ ევროთასებზე ჩვენი გუნდისთვის.
ასე რომ დანარჩენზე მე ვისაუბროთ. ილიას აზრიც გავიგოთ ამასთან დაკავშირებით. გამარჯობათ მიმესალმები მაყურებელს და ოპტიმისტური განწყობა მეც მაქვს და ერთს დავამატებდი კი ვეთანხმები კობას შეიძლება ეს გადამტანი იყოს ბათუმის დინამოს წარმატება სხვა გუნდებისთვის თუ რა თქმა უნდა მიაღწევს კარგ შედეგს სლოვანთან ხვალ ანგარის გულისხმობ მისაღებს რომელიც მეორე თამაშისთვის იქნება ასე ვთქვათ მისაღები და რატომ აქვს ახლა იმედი ბათუმის დინამოსი განსაკუთრებით მოდით ალალად ვთქვათ რომ ბათუმის დინამო სხვა გუნდებზე წინ დგას დღეს შემადგენლობითაც და ყველაფრით უკვე თამაშის ხარისხი მაყურებლების რაოდენობით აურით ჯერ მარტო ნაკრებში რო ეხა 7-8 კაცია ხოლმე გამოძახებული ზოგჯერ 5 ეს ცოტას არ ნიშნავს და ეხლა სხვა სიმაღლეს მიაღწია ამ გუნდმა ეტაპ-ეტაპი არა აი 4 წლის წინ, 3 წლის წინ, ზუსტად მახსოვს ლიგა 2-ში იყო, გავარდა მაშინ და მაშინვე გადმოვიდა, მაშინ დაიწყო ერგე გუჩაძესთან ერთად პროექტი და სხვანაირი იმედით უყურებ მაინც ბათუმის დინამოს და ეხლა იცით ერთს მერთის კიდევ მაძლევს იმის თქმის საფუძველს ამ ოპტიმიზმზე რომ საკმაოდ შეკრული გუნდია და აი თვიდან თვემდე თითქოს არა თუ წლიდან წლამდე აი ძლიერდება თითქოს ეს მუხტიც იზრდება გულშემატკივრების მხრიდან და პროგრესირებადი ფეხბურთელები ყავს იგივე აზაროვი ეხლა ეს დავითაშვილი ძალიან დიდი ძალა შეემატა მისი სახით ნუ ცუდია ეხლა ცუდი რა მეორე მხრივ კარგია ხვიჩა რომ წავიდა მაგრამ ამანაც თავისებური მუხტი შემატა რა ხვიჩა რომ ამ გუნდში იყო სხვა სახელი სხვა სიმაღლეზე გავიდა რა გუნდი და იმედიანად ვარ ვიცი რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა ალბათ ყველაზე არასასურველი იყო იმ 5 ვარიანტიდან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელებიც მან თამაშობენ უკვე და ნუ გარჭირდება რა თქმა უნდა მაგრამ ბათუმის დინამოსი ასე ვთქვათ მე იმედება და აი ამ მოდით ჩაგეკითხებით. აი კობამაც აღნიშნა წეგან თქვით რომ ასე ვთქვათ ანტურაჟი, სახე, იერი ამ ქართული ფეხბურთისა და ამ ქართული კლუბებისა არის შეცვლილი. ეს ალბათ ძირითადად მაინც ბათუმის ხარჯზე მოხდა, ბათუმის ახალი სტადიონის ხარჯზე, იმის ხარჯზე რომ სიამოვნებით დადის ამ ახალ სტადიონზე ბათუმელი გულშემატკივარი, იმის ხარჯზე რომ ბათუმის გუნდში არიან კარგი ფეხბურთელები იგივე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა რაც თავისთავად იყო დიდი ფაქტორი იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ არა მარტო ბათუმში არამედ როდესაც ბათუმის დინამო გასვლით თამაშობდა საქართველოს სხვა ქალაქებში იმ ქალაქებშიც ივსებოდა თბილისში მოიყვანა 20,000 მაყურებელი ხო 20,000 მაყურებელი ანუ ეს იყო პირადად ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ანუ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ახალ სტადიონზე ვთქვათ ვლაპარაკობთ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე ვლაპარაკობთ გულშემატკივრის ბუმზე აი თამაშის ხარისხი თუ არის ამის პროპორციულად გაზრდილი და აი თამაშის ხარისხზე რა სიტყვები თამაშის ხარისხი ზუსტად ეგ მაიმედებს რომ აშკარად ჩანს რა უფრო ასტრაფებულია უფრო ტემპში თამაშობს ეს გუნდი აი ვიდრე შარშანი იყო უფრო გაიზარდნენ სიტყვაზე ის აზაროვი ალთუნაშვილი უფრო და ასე ვთქვათ დააბრძენდნენ და არიან ეს ჩანს რა თამაშში თვითონ ხარისხშიც აი მაგალითად წელს მარტო ორჯერ მოუგეს თბილისის დინამოს დიდი ანგარიში 4-1 და 3-0 და ეს ახლა ცოტას არ ნიშნავს რა სხვა გუნდებთანაც ფაქტიურად არ ქონიათ აი ეს უკვე ძალიან წინ არის რა სხვა გუნდებთან შედარებით უკვე 9 ქულიანი კობა მოდი მაშინ ესე უკაცრავად ილია კობა მოდი ესე შემოვატრიალოთ საკითხი აი როდესაც გავიხსენოთ წინაწლები აი როდესაც ილია კოკაიას ზესტაფონი იყო ძლიერი გუნდი მაშინ ზესტაფონში ივსებოდა სტადიონი გახსოვთ დავით ყიფიანის დროინდელი ქუთაისის ტორპედო აბსოლუტურად ქუთაისში დადიოდა მაყურებელი პროჟექტორების ბოძებზე ხო პროჟექტორებზე კონსტრუქციებზე ისხდა ხალხი ანუ ის რომ და გარდა თბილისისა საქართველოს სხვა ქალაქებში
ლიდერ გუნდს, რომელიც იმ პერიოდში გალიდერდებოდა და გაძლიერდებოდა, მაყურებელი ესწრებოდა და მაყურებლის რაოდენობა იზრდებოდა იმ ქალაქებში, ეს ალბათ ადრეც ხო, რა არის ახლა სამტრედია. ეხლა მეც ის შტაბეჭდილება. ბოლნისიც კი. მიუხედავად იმისა, რომ იმ სიმაღლეზე არასულა. ხო. აი მეც ის შტაბეჭდილება, აი ახსოვთ ადრე ჩაჩუას ეპოქის სამტრედია, ხო. მეც ის შტაბეჭდილება. მუდამ სავსე იყო ეს. რომ ეხლა მაინც უფრო თითქოს კარგი მდგომარეობა. არ ვიცი, მართლა შესაძლოა ამას ხელი შეუწყო ნაკრების წარმატებულმა ბოლო თამაშებმა. რა თქმა უნდა. აი არ ვიცი, მაგრამ თუ არის ეხლა უკეთესი მდგომარეობა, აი რა არის განსხვავება, ვთქვათ, ეხლანდელ დროსა და აი იმ დროს შორის, როდესაც ვთქვათ, ზესტაფონი იყო წამყვანი გუნდი, როდესაც ვთქვათ, ქუთაისის ტორპედო იყო წამყვანი გუნდი. აი რა არის, აი რა შეიძლება ჩავთვალოთ? აი უკეთესობა რაშია ეხლა? ეცეთ რა არის საერთოდ არის აი ეს მაყურებლებს დასწრებადობა არის გადამდები რა. მე მგონია როცა დაუშვათ ქუთაისელი გულშემატკივარი ფოთელი სამტრედიელი უყურებს ხო ბათუმელებს როცა მარტო ახალ სტადიონზე კი არა ძველი მოედანზე სადაც თამაშობდა ბათუმი ერთი ტრიბუნა იყო ანგისის ბაზაზე სადაც ვარჯიშობდნენ თამაშობდნენ კიდევაც ბათუმელი ერთი ტრიბუნა იყო და ეს ტრიბუნაც არა ძალიან შორეულ წარსულ შარშანწენი იყო თავს ხმაწვიმაში მაყურებელს ჰქონდა 2000 კაციანი ტრიბუნა გადაჭედილი საერთოდ და იქეთ ქუჩიდან უყურებდა ხალხი ფეხბურთს ისეთი ინტერესი იყო და აი ესეთი ინტერესი არის გადამდები სხვა ქალაქებისთვის და სწორედ მე მგონი ახლა სწორედ ბათუმიდან იწყება აი ეს ხალხის შემოbrunების პროცესი სტადიონებზე აი ბათუმში ივსება ახლა ნელ-ნელა მოდის ხო ხალხი აგერ რაიონებში თავი 90 წლიდან მოყოლებული ესე იყო რომ პირველ თამაშს თუ არ ჩავთვლით აქ გახსნეს თამაში დინამოს სტადიონზე იმის შემდეგ დინამოზე ხალხი ნუ ძალიან ესე კანტი გუნდად როგორც ახლა პრინციპში მაშინაც ისე იყო ოდნავ სიმრავლეს თუ არ გავითვალისწინებთ სხვა რაიონებში აი მეწილად ერთი 50-60% სავსეა ეს ტრიბუნები ისე იყო ლანჩხუთში მანამ დაანგრევდნენ იმ ტრიბუნას მანამ მოაშორებდნენ იგივე ბოლნისში და განსხვავება რაშია ნუ ეგ ბუნებრივი ფაქტორია რომ გუნდი თუ კარგად თამაშობს შედეგი აქვს გუნდს ფეხბურთელი ყავს გუნდს ნუ ცხადია აინტერესებს კომას ყველაფერი და აქ ბათუმთან უფრო სხვა მომენტია აქ რა ვარსკვლავები გამოჩნდნენ უკვე აი ამ ბოლო პერიოდში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ ვარსკვლავები გამოჩნდნენ ის ვარსკვლავები რომელსაც მოყავს ხალხი სტადიონზე ნუ და რომლებიც მაგალითს აძლევენ სხვა ფეხბურთელებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბათუმში ნუ კვარაცხელიას მოსვლამდეც იყო ხო ეხლა ვახსენე ანგისის ბაზა და იგივე ახალი სტადიონი კვარაცხელია ერთი წლის წინ მივიდა ბათუმში და იქამდეც ივსებოდა ეს სტადიონი მაგრამ აგერ დინამოზე მოიყვანა ამ კვარაცხელიამ 20,000 კაცი იქ სხვა ქუთაისში გაავსო კვარაცხელიამ გაავსო ქუთაისის სტადიონი ხო და ამეთანხმებით აქეთ ერთ-ერთი კლუბი არ დავასახელებ ხო ცოტა უხერხული მეუხერხულება საერთოდ მაგ კლუბის დასახელება ესეც აქციის შემდეგ რომ დაკეტა სტადიონი დაკეტა რომ ხალხი წესრიგს ვერ დავიცავო იმდენი ხალხი მოვა კვარაცხელიას ანახავადო და რაღაც პრობლემის წინაშე იდგა ის ხო რაღაცა პარადოქსი იყო ხო რომ ხალხს დაუმალა ფეხბურთი არ შეუძლია სტადიონზე ფეხბურთელის ანახავა ნუ ეგეც კვარაცხელიას დამსახურებაა ხო კვარაცხელიას აჟიოტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ნუ კვარაცხელიას მოყვა დავითაშვილი აგერ ახალი ამომავალი ვარსკვლავი ხო შეიძლება ითქვას და აი მე მგონი რომ უფრო აი გამოჩნდნენ კარგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ მარტო ბათუმშია 5-6 ნაკრების ფეხბურთელი ხო რომლებიც სტაბილურად უკვე სტაბილურად ნაკრების შეკრებაზე არიან რომელთაც იძახებენ ნაკრებში აი რაც უფრო ბევრია სანაკრებო ფეხბურთელი ეროვნულ ჩემპიონატში ამას ხო მაყურებელიც ხედავს აფასებს ყველაფერს და მე მიდის სტადიონზე და აი მე მგონი ეს განსხვავება მაშინდელ სტადიონებზე მაშინდელ ხალხის მისვლასა და ეხლა ანუ ეხლა უფრო მაღალი ხარისხის და უფრო მე მგონი ფეხბურთელები არიან უფრო ისა მაშინ იყო უფრო ვარსკვლავები გამოჩნდნენ ეხლა ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხო რა თქმა უნდა მომენტი ეს არის მაშინ იყო ხო სულ ადგილობრივი ფეხბურთელები იყო ეხლა თან
აი ამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოძახილია ისიც, ხო, რომ ჩამოვიდნენ ეს ფეხბურთელები აქ რა საქართველოში და მაშინ აქ ვიხარშებოდით, აქ იხარშებოდა ყველა ფეხბურთელი, ვინმე თუ წავიდოდა, აქ აღარ ბრუნდებოდა და ილიის მეტი. გვინდა არ გვინდა ჯერ ერთი რატომ არ უნდა გვინდოდეს საქართველოს ჩემპიონატში საზომი მაინც თბილისის დინამო იყო ყოველთვის და ასე ვთქვათ, სხვა დონეზე იდგა და სხვა ინტერესი და სხვა აურა ჰქონდა და აი ბათუმზე ერთსაც ვიტყვი და ძალიან რო არ ჩავიციკლოთ ბათუმის დინამოზე. გამოჩნდა კლუბი, რომელიც უკვე აშკარად ალბათ პირველად მოხვდა საქართველოს ჩემპიონატში, რა თქმა უნდა იყო ზესტაფონი, მაგრამ ეხლა ვერ იტყოდი, რომ ერთი თავით მაღლა იდგა, სულ მაინც ბრძოლები იყო და გამოჩნდა კლუბი, რომელიც თბილისის დინამოს უკვე აღემატება და რომელსაც შეუძლია რომ თბილისის დინამოს წაართვას პერსპექტიული ფეხბურთელი, მაგალითად აზაროვი. აი წაართვას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა და ეხლა ამანა ესეც ალბათ მოქმედებს, რომ უკვე სხვა განწყობა იმ მაყურებლებშიც და ანანიძე ანანიძეც და ამოვიდა, მანამ დაანებებდა დინამოში არ იყო და ბათუმში მივიდა, ხო? კი, რამდენიმე ესეთი შემთხვევა და იგივე თუნდაც ეს დავითაშვილი და კვარაცხელია დინამოს აკადემიის გაზრდილები არიან, მაგრამ საუკეთესო პროდუქტები, ანუ ეგ ცალკე თემაა, დინამომ რატო ვერ გამოიყენა ეს ყველაფერი, ეგ უკვე ცალკე თემაა. ამას შეგვიძლია სხვა დროს სხვა გადაცემა მიუძუნოთ, ეგ საინტერესო თემაა. ძალიან ბათუმის დინამოზე რო არ აქცენტი რო არ გავაკეთოთ, უბრალოდ რადგან ჯერ ერთ თამაშობს და თან უფრო მაღალი რანგის ლიგა, უბრალოდ მაგიტომ თორემ სხვა ყველა გუნდის და სწორედ ამასთან დაკავშირებით და იმავე მიზეზის გამო რომ მარტო ბათუმი ხო არ არის, არა თამაშობს სლოვანი ბათუმთან, ანუ თამაში შედგება ორი მხარისგან, ორი მოწინააღმდეგისგან, აქ არ არის ლაპარაკი მარტო ბათუმის დინამოზე, ბათუმის დინამო ეთამაშება, საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, ესე იგი ერთადერთი ჩეხოსლოვაკიის, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ევროთასი აქვს მოგებული. არის სლოვანი, ბრატისლავის სლოვანი. ბარსელონასთან ფინალი. ბარსელონასთან აქვს 1979 წელს მოგებული ფინალი. ამ წუთას ეს გუნდი ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ მისი მწვრთნელი, როგორც წეგანაც აღნიშნეთ, არის საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი და იქ თამაშობენ საქართველოს ნაკრების ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელები ჯაბა კანკავა, გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეემატა მათ ახლა. ილია, იქნებ მოწინააღმდეგე დაგვიხასიათოთ, აი რაც თქვენ ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ და არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, ვინაიდან მწვრთნელი არის ვლადიმერ ვაისი, შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ მეტოქემ ყველაფერი იცის მეტოქი ბათუმის შესახებ, რა ქართული ფეხბურთის შესახებ და ბათუმის შესახებ. შუათაშორს საინტერესოა ბოდიშ ჩაგერთვებით. ვაისმა უფრო მეტი იცის ბათუმზე თუ გეგუჩაძემ აი იმ სამფეხბურთელზე, რომლებიც სლოვანში თამაშობენ. და არა მარტო იმ სამფეხბურთელზე, ანკავა სულაც მაგან ათამაშა 18 წლის ბიჭი. ენდოდა ვაის აი დღეს კითხულობდი სწორედ ინტერვიუში უთქვამს, როდესაც წარადგინა ჩაკვეტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე უთქვამს, რომ ამ ბიჭმა ასეთი ცოტა თამამი ფრაზას უთქვამს, რომ პირადად მოგვაგებინაო ჩვენო არა, სიმართლე უთქვამს. არა, ნუ ვინაიდან კოლექტიურ სახეობაში მე ვიცი რომ ჩაკვეტაძესაც ძალიან კარგად იცნობს, სუპირველად, როგორც ვიცი, დებიუტი მასთან არ ქონია. მაგან ამოსწია პირველ გუნდში ავარჯიშებდა გეგუჩაძემ ამოსწია მე როგორც ვიცი და მე ნუ იმას დროს ჰქონდა უკრაინელი იყო რაგვარი იყო გროზნის დროს ჰქონდა დებიუტი და ნუ მე კაჭარავამ სრულიად მისცა უკვე კარტ ბლანში მოკლედ სლოვანზე აი სლოვანზე ვთქვათ ესეთი რამე რომ ძალიან ასაკი მოგხვდება თვალში ესეთი გამოცდილი ფეხბურთი ასაკოვანი ფეხბურთელები ყავს სიტყვა ასაკოვანი მაინც და მაინც აი 30 წელს გადაცილებულები ეს კაშია კანკავა იქ კუჩკა იყიდეს რომელიც მილანში თამაშობდა ერთი პერიოდი და სერია აქ მოვლილი და ხო ნაკრების ვაისიც ასაკშია 33 წლისა ვაისის შვილი ისიც ვლადიმერ ვაისი კიდე ყავთ 1-2 ესეთი 30 გადაცილებული ფეხბურთელები ნუ სლოვაკეთის ცალსახად ისეთი საუკეთესო გუნდია აი როგორც რეინჯერსი და სელტიკი ხდებოდნენ ხოლმე დაახლოებით ესე გახდა წელს 13 გულიანი ფორით და იქ კონკურენტიც არ ყავს და სხვა დროს ძალიან პესიმისტურად ვიქნებოდი განწყობილი აი სხვა ქართული კლუბი რო ყოფილიყო ფაქტიურად ესე ძალიან პესიმისტი მაგრამ აი რადგან ბათუმის დინამო მოძლიერებულია წელს ცოტა იმედი კი არა იმედი ბათუმის დინამოც უკონკურენტოა საქართველოს ხო აი ეგეც
ფაქტიურად მაგამდე მივედით. ნუ ფაქტიურად ერთმანეთს ხვდება ორი ქვეყნის უკონკურენტო ლიდერი. მე დარწმუნებული ვარ, აი 9-მდე დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის დინამო იქ გოლს გაიტანს. ბრატისლავაში თამაში გოლს გაიტანს და ამას საფუძველს მაძლევს ამ გუნდის შედეგიანობა ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც სხვათა შორის არც თუ ისე იოლია გოლების გატანა. და ბათუმს ყოველ თამაში 3-ზე ნაკლები გოლი არ გაქვს. 3 და მეტი გოლი გაქვს. დინამო იქნება. განსაკუთრებით ბოლო ტურებში. წყალტუბო იქნება თუ თელავი იქნება თუ ეს. ხო, აი განსაკუთრებით ბოლო ტურებში, ნუ პანტაპუნქტით შეიძლება ითქვას, გააქვს გოლები მეტოქეთა კარგში და არ არის საქართველოს ჩემპიონატი, იმ დონის ჩემპიონატი, რომ ესეთ სიხშირედ გადიოდეს გოლები. ძალიან რთულია აქ. აქ რთულია საქართველოში შემტევი ფეხბურთელისთვის და შემოქმედებითი ფეხბურთელისთვის აი მე დარწმუნებული ვარ, ამ მეთომეტეს გია გეგუჩაძის საფეხბურთო ხედვა, ფილოსოფია მაძლევს მაგის საფუძველს, რომ ეს თქვა რა. რას გულისხმობდია, რომ ძნელია შემტევი ფეხბურთელისთვის? თითქოს საქართველოს პირიქით არის ქვეყანა, სადაც ყოველთვის არა, რატომ ეხლა და ლიგა 1-ით და სხვა ლიგებშიც აი რო დავდივარ ხოლმე, ძალიან ხშირია ეს ჯარიმები და წვრილი თამაშის გაჩერებები, ზოგი კი არა, უმეტესობა გუნდი ფეხბურთს არ თამაშობს საერთოდ. გამოსულია იმისთვის, რომ ეხლა ბევრი გოლი არ გაუშვას ფეხბურთს ფაქტიურად. ვინც თამაშობს, იმისაც შედეგიც აქვს. ეხლა აი ეს ვინც ევროთასებზე არიან, მაგ გუნდებს შედეგიც აქვს და აქ ფაქტიურად ეხლა ფეხბურთს ვარ გეთამაშებიან და ეხლა ზოგჯერ არის რომ 9 კაცი კარში დგას და იქ ძალიან ძნელია გოლის გატანა რა. ანუ უფრო ფეხბურთის თამაშის პრობლემა ვიდრე ვთქვათ სტილის. ამათ ხრიდან არა, აი ეს ძლიერი გუნდების ხრიდან გუნდებში. ნუ ხა გუნდებში ხშირია ესეთი მომენტები, როცა ერთი გუნდი თამაშობს, მეორე დგას, დრო გახყავს, რა ვიცი ხა. ეს ცოტა ნერვე მომშლელი. ხელს რო უშლის. ხო, ანუ აქ გვაქვს უკვე საქმე იმასთან, რომ ეგ ყველაფერი პროგრესსაც უშლის ხელს, იმიტომ რომ პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, სადაც როდესაც არის სწრაფი თამაში, როდესაც არის კომბინაცია. აი ბათუმის დინამოს, გორის დილას, იგივე თბილისის დინამოს ეთყობათ ეს ყველაფერი, რომ ფეხბურთის თამაში სიამოვნებთ და გამოდიან სათამაშოდ. ეხლა არიან ეხლა დანარჩენი გუნდების 90% ვალს იხდის და ავეც ფეხბურთს არ თამაშობენ ხეს. ეს უკვე კიდევ სხვა პრობლემაა, რომელიც ცილდება ევროთასების თემას, მაგრამ არის ძალიან საინტერესო პრობლემა, რომელზედაც ალბათ მომავალში აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და რომელსაც აუცილებლად უნდა მიუძღვნათ გადაცემა. ეხლა მე მაინტერესებს, როგორ ვფიქრობთ, რა სტილის თამაში იქნება, ის უფრო ესე ვიზუალურად რანაირი თამაში იქნება, სლოვანისა და ბათუმის დინამოს თამაში იქნება, ის ჩაკეტილი თამაში თუ ღია ფეხბურთი იქნება ეს ორმხრივი შეტევებით, შემხედრი შეტევებით თუ ერთი გუნდი კონტრშეტევაზე ითამაშებს. აი საინტერესოა რას ელოდებით. თქვათ რომ იყოს კვარაცხელია რომ არ გადასულიყო ნეაპოლში ხო გეგუჩაძეს ექნებოდა კონტრშეტევაზე ძალიან კარგი კოზირი ხელში ეხლაც ექნება კონტრშეტევაზე და საერთოდ ბათუმის დინამო აი ამ ფორმაციის ბათუმის დინამო ჩაკეტილი ფეხბურთს არასდროს არ თამაშობს ნუ ყოველ შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატში ხო გამორიცხულია ეს რომ ჩაკეტილი საქართველოს ჩემპიონატში ალბათ არ სჭირდება ხო არ სჭირდება და მე გონია რომ არც ეხა არ გამოიგონებს გეგუჩაძე ახალ ველოსიპედს და არ ადგება და ავტობუსს ასე ვთქვათ ჭალებში არ ჩააყენებს იქ და თავის მოედანზე არ გამოიკეტება ბათუმი მე მგონი რომ ჩვეულებრივ ფეხბურთს ითამაშებს ზომიერად ჩემპიონს ზომიერად თავდაცვით და აი ერთხელაც გავიმეორებ რომ დარწმუნებული ვარ რომ ბათუმის დინამო გოლს გაიტანს და კარგი იქნებოდა ეს იმ შემთხვევაში ძველი წესი რომ ყოფილიყო მეტოქის მოედანზე ბურთს რო გადამწყვეტი ნიშნავდა ფრის შემთხვევაში ხო ნუ ეხლა თუმცა შეიძლება ის გოლი რომელსაც სავარაუდოდ ბათუმი გაიტანს გადამწყვეტიც გამოდგეს საინტერესოა აი წერან თქვით რომ ვაისი კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს საერთოდ ის მწვრთნელები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობენ, როგორც წესი, მერე თავიანთ გუნდებს ათამაშებენ ხოლმე ხისტ ფეხბურთს, პრესინგს, რომ ქართულ ფეხბურთელებს არ მიეცეთ რაღაც ფინტის გაკეთების, დრიბლინგის გაკეთების, ბურთის გათამაშების საშუალება. საინტერესოა, რას გადაწყვეტს ვაისი, ხა ჩვენ რასაკვირველია ვმარჩიელობთ, რასაც ვლაპარაკობთ და არავინ არ ვიცით, რას იმიტომ რომ ვაისაც აქვს თავისი არგუმენტები და თავისი კოზირები რასაკვირველია. თამაში მოიტანს, ახლა გააჩნია, ახლა სწრაფი გოლი თუ გავიდა
ამას ხახა ჩვენ ვერ გამოვიცნობთ ეხა სიტყვაზე საწყის 15 წუთში თუ გოლი გავიდა ანიკით ანაკეთ შეიცვლება სურათი ღმერთმაქნას იქით გავიდეს და მე უკვე სხვანაირი თამაში იქნება და ეხა თავიდან ვერ კი რა თქმა უნდა ეს ილია რაც სწორად აღნიშნეს ხშირად აგვაქვს ხოლმე რომ ქართველებს ესე გვეთამაშებიან გინდ ნაკრებს გინდ კლუბებს ძალიან ხისტად იციან ალბათ ჩვენი კოზირები და ზუსტად ვინც იცის გვეთამაშება ეგრეთ რომ ბევრმა არ იცის და ვინც არ იცის ხო ეხა კიდევაც ვაის მე მგონი დისერტაციას დაიცავს მაგაში ისეთი ხო მაგრამ ვაის გახსოვთ ალბათ რასაკვირველია გახსოვთ რომ ქართველი გულშემატკივარი საყვედურობდა მეორე ტაიმს, განსაკუთრებით მეორე ტაიმის მეორე ნახევარს, სადღაც მე-60-დან 90-მდე წუთამდე პერიოდს, როდესაც გუნდს აკლდებოდა თითქოს მუხტი, ყოველ შემთხვევაში საყვედური ასეთი იყო, აკლდებოდა მუხტი, გუნდი ისეთი მწვავე ვეღარ იყო ხოლმე, როგორიც იყო პირველ ტაიმში და შეხვედრის დასაწყისში და რა ვიცი ხა იგივეს შეცვლებს ვერ რისკავდა ხო 77 წუთი რო ქონდა ხოლმე ამოჩემებული 77 ხო მაკედონიასთან გააკეთა პირველი შეცვლა მაგ დროს უბრალოდ თამაშის დამთავრება იქ მე მგონი საერთოდ უნიკალური რაღაცა მოხდა როდესაც ბოლო წუთზე თუ ბოლოს წინა წუთზე იყო შეცვლა მაშინ როდესაც შეცვლაზე დროის ხარჯვა კი არა პირიქით უნდა მივწყდომოდით იმათ საჯარიმოს და რამენაერად გოლი გაგვეტანა დრო გაიყვანა აგონიაში იყო უკვე ალბათ უკვე ხო, ასეთ თამაშს რო აგებ სხვა ისტორია იყო, მაგრამ ხო ვლადიმერ ვაისი მიუხედავად ამ თქვათ რაღაც პრეტენზიებისა, რომელიც ქართულ გულშემატკივარს და ჟურნალისტებს შეიძლება ქონდეთ მის მიმართ, ну მის მიმართ მაინც მადლობა გვაქვს საქმელი, იმიტომ რომ მის ხელში საქართველოს ნაკრებმა წარმატებებსაც მიაღწია იგივე ერთა ლიგის ლიგაში. კი, ნამდვილად. და ასე რომ აქ ადლობის მათი არ გვეთქვენ. ხო, ნამდვილად, ну ახლა მე საერთო ჯამში მაინც ნორმალურად იმუშავა. კი, მე თავის შეცდომების გათვალისწინებით. ხალხი მიდის ერთი ქვეყნიდან მეორეში, გუნდებს იცლიან მცნელები, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია. რა ვიცი, რა შეიძლება კიდე ბათუმის დინამოსა და სლოვენის თამაშზე ითქვას, რითი, ну ახლა ეს თამაში დაპირისპირება უბრალოდ ორი თამაშისგან შედგება. მე მგონი რომ აი ერთ კვირაში გადაწყდება ყველაფერი ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა, ბათუმში გადაწყდება და აი იმ გადაჭედილ დინამო არენაზე აჭარაბეთ არენაზე, ну მე მგონი რომ ამ სლოვაკურ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მე არც ეს გონია რომ ჩაკვეტაძის განაცხადი შეყვანა მოასროს ამ სლოვაკურმა გუნდმა და ბათუმს. ყოველ შემთხვევაში ხვალ არ ამგონია ითამაშოს ახლა ერთხელ ნავარჯიშები. არა, არც ხვალ და არც საპასუხოში ითამაშებს, ხო? ხვალ თუ არ ითამაშა, ვერ საპასუხოში. განაცხადში არ ყავს, მე არა მაქვს ეგ ინფორმაცია. ხო, არა, ვერ მოასწრებდნენ უბრალოდ. მოდი ასე ვთქვათ, ესე უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ არ აქვს ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა შეიძლება შეეყვანა, ეხლა გუშინ უბრალოდ კონტრაქტი გააფორმეს, გააოფიციალურეს, თორე შეიძლება მანამდე გადაწყვეტილი იყო და უკვე არა, კონტრაქტი გაუფორმა გულთან. არა, შეიძლება იქამდე გააფორმეს და გუშინ გაახმაურეს, არ ვიცი მე ზუსტად. ну ყოველ შემთხვევაში დაბეჭდებით ვერაფერს ვერ ვამბობთ, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რომ მაინც მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რომ ეს წვილი არის წვილი, რომლის გამარჯვებულის ბედი ორი თამაშის შედეგად. პირველი თამაშის მერე ალბათ არ იქნება გუნდი, რომელიც აი პირველ თამაში საერთოდ თუ გამარჯვებული დაფიქსირდა, მე მგონი რომ მინიმალური სხვაობა იქნება ეს. ხო, ეს არის ორთამაშიანი დაპირისპირება, რასით ვიღება. ოკი, რა თქმა უნდა, ეს აზრი მაქვს. მეც მგონია რომ ბათუმის დინამო იქ გოლს გაიტანს. იმედია 2-საც და საერთოდ გავა მომდევნო ეტაპს. საერთოდ კარგ ანგარის ჩამოგვიტანს და ვეთანხმები ყობას, რომ ეს შეიძლება ძალიან მასტიმულირებელი იყოს სხვა გუნდებისთვის, რომლებიც უკვე ზეგ ჩაერთვებიან კონფერენციის. რატომღაც მაქვს აი იმის განცდა დეჟავიუ არ მოხდეს ეს ვისლასთან გეგუჩაძის გუნდი რო გავიდა რაღაც რატომღაც მახსენებს იმის წინა დაპირისპირებას. სლავიასთანაც ხო გავიდა გეგუჩაძის გუნდი და სლავია და სლოვანი მეზობლები არიან, იქ გვერდ არიან, ხო? იქნებ მოძმე კარგი, გადავიდეთ მაშინ ახლა კონფერენციის ლიგაზე, სადაც ჩვენი ასევე სამი გუნდი გამოდის, თბილისის დინამო, გორის დილა და საბურთალო. აი ეს საინტერესო, მე მგონი კიდე წეგან ლაპარაკობდით, ესეც შეიძლება ცოტა ისეთი ზოგადი თემა, მაგრამ
ქართული გუნდების პერსპექტივაზე და ქართული გუნდების გამოსვლაზე ვილაპარაკებთ. აი მაგალითად, პაიდე, ესტონეთის გუნდი. არის გუნდი, რომელსაც ეს არის ესტონეთის თასის მფლობელი, დიდი ხნის გუნდი არ არის, 20 წლის გუნდია თუ 20 წლის სულ 20-იან, აი, ნუ რაღაც 1-2 წლეული ხო, რაც არსებობს და გუნდი არის, რომლის სტადიონზეც ეტევა 500 მაყურებელი. სულ 500 მაყურებელი. ეხლა ჩვენთან სულ 10 წლეულებია უკვე, როდესაც რომელიმე პროვინციის გუნდი ხდება მაშინ, რა ქვია, ევროთასებზე, აუცილებლად თბილისში მოდის სათამაშოდ, ხო? მე მგონი უკვე დროა ნელა, რომ ეს ინფრასტრუქტურა ისე განვითარდეს, რომ ჩვენმა გუნდებმა, ნუ რაიონის გუნდებმა, რეგიონების გუნდებმა. მე მგონი ახლა დაირღვევა ეგ ტრადიცია, ასე ვთქვათ, საბურთალო მიდის გორში სათამაშოდ და არ მოდის დინამო არენაზე. აი ეს ვფიქრობ შესანიშნავი გორში მიდის. ნუ შესანიშნავი არის რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე პრობლემა ისაა, რომ საბურთალო სტადიონი არ აქვს თავისი და მაგიტომ უსტადიანობის გამო მიდის. ის 500 ადგილიანი სტადიონიც არის. შესანიშნავია დავაზუსტოთ გორში ფეხბურთის წახალისების და განვითარების თვალსაზრისით და ისე ზოგადად ჯობია ყველა გუნდმა თავის მოედანზე. აი თუნდაც ეს 500 მაყურებლიანი სტადიონი მაინც რო კონდეს თავისი საკუთარი, ნუ ჭინებული იქნებოდა. პაიდე გაუწევს დინამოს წინააღმდეგობას. მე მგონი ვერა. მე მგონი ყველაზე ძალიან აი ამ კენჭის ხალხში დინამოს გაუმართლა ზუსტად რომ აი ეს ესტონური გუნდი ჯერ ესტონური გუნდი და შემდეგ ამ ესტონეთშიც არც თუ ლიდერებში მყოფი გუნდი მე მგონი აშკარა უპირატესობა დინამოსი იქნა მიუხედავად იმისა რომ ახალი მწვრთნელი ყავს დინამოს და კიდე არა აი გუნდი ისე ჩეკრული და ისეთი მის გემოზე არა უთამაშებელი ისეთი აწყობილი არაა დინამო მიუხედავად ამისა მე მგონია რომ დიაჯი აბედაშვილს ვლაპარაკ ხო ძალიან დიდი უპირატესობა იქნა მე მგონი დინამოს მხარეს თან ჭიაბრიშვილს ასე თუ ისე ევროპაში რაღაც უკვე გამოცდილება ასე თუ ისე მიიღო სხვა მწვრთნელებთან ქართველ მწვრთნელებთან შედარებით სული შედეგები ნამდვილად არ აქვს ეხა გახსოვს მისი ლოკომოტივი უჩაძეს თუ არ ჩავდი კი ნუ მე მინდა ჩემი მხრიდან დასტურო და ასე ვთქვათ გამოვხატო ჩემი სიმპათია ჭიაბრიშვილის მიმართ და მიმარჩნია ერთ-ერთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელად და იმედი მაქვს რომ მომავალში მიაღწევს უბრალოდ უფრო ძლიერ დინამოს ვისურვებდით შემადგენლობითაც და ალბათ დინამოს ცოტა უკეთესი შემადგენლობა შეფერის რა ფეხბურთელებიც და იმსახურებს და ხო ნუ გვინდა რომ დინამო ცოტა სხვა კალიბრის გუნდი გახდეს ხო ეს დინამოს თემა მართლაც რთულია და მართლაც ალბათ სხვა ერთ და არა ერთ არამედ მეტ გადაცემას სტატიას თუ რა ვიცი ბლოგს მოითხოვს ალბათ და განხილვის თემა უნდა იყოს სერიოზული იმიტომ რომ ეს არის დიდი ისტორიის გუნდი ეს არის ქართული ფეხბურთის, რა ვიცი, წარსული, ფლაგმანს ეძახდნენ, რა ვიცი, ეს არის ეძახდნენ და არის არსებობს ხალხში სენტიმენტი ამ გუნდის მიმართ, ხალხს უნდა რომ ეს გუნდი კვლავ იყოს ძლიერი, ამ დროს რეალობა სხვა არის, ბოლო წლებში, რა ვიცი, ფარერებთან დიდი ანგარიშით წაგებამდე მივიდა ეს გუნდი და საერთოდ ალბათ კითხვა ასე უნდა დაესვას ხო არ გავიდა ეპოქა რაღაც ამ გუნდმა რაღაც სახე ხო არ უნდა შეიცვალოს ზედმეტ ხო არ ავთხოვთ უკვე გუნდს რომელსაც თქვათ რაღაც ეპოქა გაუვიდა და რაღაც ახლა უკვე სხვა ეპოქაში სხვანაირად უნდა აუღოს ალბათ არა სხვა ეპოქას სხვანაირად უნდა აუბას ფეხი და რაღაც სხვა უნდა მოხდეს მოკლედ დინამო არის საინტერესო თემა და ასე ვთქვათ ამოუწურავი თემაა და გულის ტკივილია გასაკვირველია მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ თანხმდებით იმაზე რომ პაიდეს კი უნდა მოუღოს და დარწმუნებული ვარ ესტონეთში აი ამ საფეხბურთო ესტონეთში ხა დიდად საფეხბურთო ქვეყანა არაა ესტონეთი და ბევრმა არც იცის ალბათ ხვალთუზე დინამოს რო ეთამაშება ეს გუნდი მაგრამ ვინც იცის დარწმუნებული ვარ რომ აი რაღაცა ფორიაქშია ის ადამიანი რომ სახელოვანი ხო დინამოს ვეთამაშებით თბილისის დინამოს ვეთამაშებით აი ესეთი მომენტი იქნება აუცილებლად ამ პაიდეს და ზოგადად ესტონელ გულშემატკივრებში ჯერ კიდევ აქვს დინამოს ის რაღაც დარჩენილი სახელი და სახელი უთუოდ აქვს გასაკვირველია აი ესეთი ავტორიტეტისთვის
პატივია ესეთ გუნდებთან თამაში. უცუდ. კარგი, გადავიდეთ საბურთალოზე და მის მეტოქეზე ტირანის პარტიზანზე. სხვა შორის ტირანის პარტიზანის შესახებ ინფორმაციას რომ ვეძებდი, იგლიტარე აღმოაჩინე რომ ყოფილა ამ გუნდის ცნობილ ფეხბურთელთაგანი, ეს ფეხბურთელი ჩვენ გვახსოვს ალბანეთის ნაკრებიდან, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და ლეგენდა ალბანური ფეხბურთის. ხო, მე მგონი თუმცა ახლა ერთხელ მაინც აქვს ნათამაშები ყველა ვარიანტში თუ მეტჯერ აქვს საქართველოსთან? რატო ერთი 10 ჯერ არა? ძალიან გორჯო. მე მახსოვს სხვადასხვა შემთხვევა სკანდალი იგლიტარამ, იგლიტარესთან დაკავშირებული, როცა მან სკანდალი მოაწყო თბილისში. ალბანეთის ნაკრები ჩამოვიდა და მას წავიდნენ სასტუმრო ოდაარის ქსნის ქუჩაზე. თუ იცი ჩვენმა ტელევიზორმა. იქ და როცა იქ დაბინავდნენ, იგლიტარე საწოლში ვერ დაეტია. მოკლე საწოლები არის და ამათო კარგი სასტუმრო აქვსავლაბარში იცოდა მეტეხი არის კარგი სასტუმრო უმაღლესი ევროპული დონის და იქ წაგვიყვანეთო და ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკებს და ტარეს და სხვა თანაგუნდელებს შორის მოხდა დიდი შეტაკება და ხო კლუბი და დიდი სკანდალი იყო იქ ვიყავი მე და ლამის ხელის დარტყმამდე მივიდა საქმე და ბოლოს ალბანეთის ფეხბურთის პრეზიდენტმა რაღაც მოდგა და მეტეხში გადაიყვანა გუნდი. საინტერესო ისტორია. და ეხლა ძალიან მაგრად რაც მაგკაცმა ტარემ საქმე გაუკეთა ალბანურ ფეხბურთს, აი ეს ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდნენ 90% მაგკაცის დამსახურება ყველა წაიყვანა იტალიაში ლაციოს სპორტული დირექტორი გახდა და აი ჯერ მარტო ლაციოში 5 ალბანელი იყო, ეხლა აი ლაციოში 5 ალბანელი როგორია? ვინ წარმოიდგენდა ამას? არა, ილია, აქ არის ერთი მომენტი, ალბანეთს გეოგრაფიული მდებარეობა. კი, მაგრამ მაინც მეზობელი მისი არის იტალია. მაგრამ ეხა 5 ალბანელი რა ვიცი ეხა. იტალია მისი მეზობელი მე მინდა ტელემაყურებელს უთხრა რომ ჩვენ სამივენი თავის დროზე მუშაობდით სარბიელში, გაზეთ სარბიელში და სარბიელი იყო, ასე ვთქვათ, მემატიანე ამ ქართულ-ალბანური დაპირისპირების და პირველივე დაპირისპირება რომ მოხდა საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებს შორის, ჩვენი კორესპონდენტი იქ იყო წასული და მე მახსოვს მაშინ ჩვენმა კორესპონდენტმა რომ აღწერა რაღაც ძალიან გააჭირვებული ქვეყანა, ზურაბ მეძველია იყო სარბიელის კორესპონდენტი და აღწერა ძალიან გაჭირვებული ქვეყანა, სადაც ჯერ კიდე ძოტები იყო, ძოტები ეს არის რაღაც კონსტრუქცია, რომლის უკანაც ტყვიამფრქვევს მალავენ და რაღაც ჯერ კიდე ესე იგი იყო რაღაც დიქტატურის და რაღაც ჩავნელი პერიოდის გამოძახილი ქუჩებში და იყო სიღარიბე საშინელი და შემდეგ ჩასვლაზე მე მგონი უკვე შენიყავი კობა შემდეგ ორჯერ იყავი და რო ჩამოხვედი მე მახსოვს შენი მონაყოლი რომ ესე იგი, სადა დედამიწა იყო უკვე რამდენიმე წელიწადში შენდებოდა სასტუმროები, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, უკვე სტადიონიც რაღაც განახლებული იყო, ახალი გაზონი, ყველაფერი ახალი ქუჩაში შენებლობები ყველაფეხის ნაბიჯზე, ძოტები და რაღაცა ისეთი საფორტიფიკაციო და რაღაც საომარი ნაგებობები და ისინი ტრანშეები და ისინი რა ქვია სანგრები აღარ იყო და ასე შემდეგ. არა, ეგანი იყო, ახლაც იქნება აი ბუნკერები, სადაც ხო აი იმალებოდნენ და რაღაცა ისე თავდასხმა ამას ისტორიული ფუნქცია. ხო, რაღაცა აი სამუზეუმე ექსპონატის სავითა, სადღაც ალაგ-ალაგ არის ესე შემონახული ეგენ. ნუ ალაგ-ალაგ ახლა მე ვამბობ 10 წლის ხო, წინანდელად. ახლა შეიძლება. და რა გუნდია ეს ტირანას მესამე ადგილზე გავიდა, ნუ ჩემი აზრით აქ შანსები თანაბარი უნდა იყოს. დაახლოებით. მე მგონია რომ აი ქართული გუნდებიდან ყველაზე უფრო საბურთალოს გაუჭირდება, აი სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ალბანურ გუნდს ეთამაშებიან. ახლა ალბანური გინდა ტირანა იყოს, გინდა ლაჟნია, გინდა სხვა გუნდი ალბანური, აი მაინც რაღაცა ქართველებთან სხვანაირად თამაშობენ და ისე ტრადიციულად უხერხული გუნდია ალბან. აბა იმათ ვკითხოთ როგორები ვართ. არა, მე 8ჯერ გვაქვს მოგებული ნაკრები. ხო, მაგიტო მე მახსოვს რომ 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს ნაკრები პირველად შეხვდა ალბანეთის ნაკრებს, უპირობო ფავორიტებად ითვლებოდით ჩვენ, ითვლებოდა საქართველოს ნაკრები და მე მახსოვს მათი ჟურნალისტები, რომლებიც მაშინ თბილისში ჩამოვიდნენ და გავიცანით
როგორ ესეთი რაღაც მოწიწებით და აქტოვანებით ლაპარაკობდნენ საქართველოს ნაკრებზე, როგორც მათზე უფრო ძლიერ გუნდზე, თუმცა მე გავიდა წლები და ალბანური ფეხბურთი გამვითარდა. აგერ ნო ალბანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ეხლა მაგით მე მგონი ყველაფერი ნათქვამი. კი ბატონო. და დილა და მისი კუბსი, ესეთი ფინური გუნდი, რომელიც მას ხდება. ეხლა სხვათა შორის ერთი კვირის წინ შემოწმე ლიდერებში. მე მგონი პირველ ადგილზე იყო ჩემპიონატი. ეხლა ხომ მიდის ფინეთის ჩემპიონატი და პირველ ადგილზე იყო, რაღაც პატარა სხვაობა იყო, ეხლა შეიძლება მეორეზე გადავიდა, ნუ მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ქულებშია სხვაობა. და დილას აქვს, აი ახ სერიებად მიდის, ოღონდ გორის დილა, რატომღაც აი საქართველოს ჩემპიონატში მაგალითად ჰქონდა ჩავარდნა, ეხლა ისევ კარგად წამოვიდა, ყავს ძალიან კარგი მწვრთნელი დემჩენკოს სახით და ეხლა ძალიან მეწყინა რომ აი ვაგნერ გონსალვესი წავიდა, მაკედონიის გუნდში გადავიდა, მე საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი აზრით სწორედ ეგ იყო და მის გარეშე გაჭირდება რა. ვერ ვიტყვი რომ შეიტყობს. სხვათა შორის კურსი თუ არ ვწდები ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე გუნდია, რომელიც ქართულ გუნდს ხვდება, ადრე იყო იარო იყო ფინური გუნდებიდან არის მეორე. ფინური გუნდებიდან იარო იყო, რომელსაც ფოთის კოლხეთი დაამარცხა, ინტერტოტოს თასი იყო ასეთი. თუ არ ვწდები მაშინ და ეხლა არის ეს მეორე უსი და აქ მე მგონი თანაბარია უფრო შანსი. ბარემ აქვე დავზინოთ რომ ეს კონფერენციის ლიგა ეს არის რანგით მესამე ევროპული შეჯიბრება, სადაც პირველ ეტაპზე, ესე იგი, გამოყავთ მის კოეფიციენტის მიხედვით პირველიდან მეხუთე ქვეყნამდე თითო გუნდი, შემდეგ მე-6, მე-15 ქვეყანას გამოყავს 2 გუნდი, მე-16, 50 ქვეყანას გამოყავს 3 გუნდი. ამას მე ემატება ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი 20 გუნდი და ბოლოს ესე იგი ემატება ყველა ბოლოს კონფერენციის ლიგაში იყრეს თავი. ევროპა ლიგიდან გამოვარდნილი 26 გუნდი, ეს უკვე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, როგორ გაუხარდა მოურინიოს მაგის მოგება, ეგეთი გახარებული არ რამდენი ხანი არ გაუხარდა ეს. UEFA ყველაფერს აკეთებს, საიმისოდ რომ ქართულმა ფეხბურთმა, ქართულმა კლუბებმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ და როგორმე ან ერთი თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს, ან მეორე თასის ჯგუფურ ეტაპზე, ან მესამე, მაგრამ ნუ არა და ახალისება ხდება სხვათა შორის კოეფიციენტები ახსენე. ილო და მინდა აკვირ თქვა რომ აი ჩვენ და სამარცხვინოთ რა საქართველოს აი საკლუბო რეიტინგით UEFA-ს რეიტინგებში არის 52 ადგილზე. სულ 55 ქვეყანაა UEFA-ში ხო მოგეხსენება და საკლუბო რეიტინგის მიხედვით არის 52 ადგილზე საქართველოს. ნუ ეს ზოგჯერ ბოლომდე არასახავს ხოლმე. ნუ ამ სადღეისო აი ახლა მონაცემები. გიბრალტარმა ერთი გუნდი რო გაიყვანა, ეგ ნუ აი ეგეც ხო ეს არის გიბრალტარის გუნდი იყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ქართული გუნდი არ ყოფილა. ნუ სამწუხაროდ არა, კოეფიციენტებში გარდაისახა, ეხლა იმას ხო არ ნიშნავს, რომ გიბრალტარის ჩემპიონატი ჯობია საქართველოს ჩემპიონატი. ნუ იმას ვამბობ, რომ ხო ბოლოს ზოგჯერ წლებში ფაქტია ილია, რომ ქართული გუნდები ბოლოს წლებში ძალიან კი, ცუდად გამოდიოდნენ და აქ ამ კოეფიციენტებს ანგარიშობენ რაღაც ბოლო წლების სხვათა შორის აი სტატისტიკურ მონაცემსაც ვიტყვი, საქართველოს საუკეთესო გუნდი დღემდე ევროსარბიელზე ითვლება არის თბილისის დინამო, რომელიც არის რეიტინგში არის ევროპულ კლუბებს შორის 192 ადგილზე და ეს არის საუკეთესო შედეგი ქართული კლუბებისთვის და დანარჩენები ბათუმი, ლოკომოტივი, ტორპედო, სხვები და სხვები არიან 200 ეულში არ არიან, 300 ეულში არ არიან, 311 თუ 312-ია თუ არ ვწდები ბათუმის დინამო, ქვეყნის ჩემპიონი. სწორედ ამას გულისხმობდით, როდესაც საშინელ საკლუბო კი არა, რა თქმა უნდა ეს ბოლო წლებში აშკარად და უთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ როცა ეს რეიტინგი დგება ეს ხედველობაში მიიღება ბოლო 5 სეზონის შედეგი და წარმოიდგინეთ ბოლო 5 სეზონში რა საშინელი შედეგი ქართულ კლუბებს
როცა ესეთი სწორედ ამას გულისხმობდით გადაცემის დასაწყისში, როდესაც თქვით, რომ სანაკრებო რეალობა სხვა არის და საკლუბო რეალობა. კი, ჩვენ ასე თუ ისე მაინც კონვეიერი ქვეყანა ვართ და აქ ვზრდით ფეხბურთელებს და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები უნდა წავიდნენ უცხოეთში და ეს მართლა არ არის. ასეთად იქცეილია ძალიან ბევრი ქვეყანა, არა მარტო ჩვენ, არამედ ძალიან ბევრი წამყვანი თავის დროზე და საშუალო დონის. ევროსარბია, ეგერ ზაგრების დინამო ხوار კონვეიერია, მაგრამ ნუ ყოველწელს ჩემპიონატი. არა, ეხლა ის განსხვავებაა, რომ ჩვენიდან ხორვატიის ჩემპიონატის თუნდაც საშუალო გუნდში რო წახვალ, უკვე მიღწევა აქედან რო წახვალ და ეხლა ხორვატისთვის ეს არაფერი არ არის. და ხორვატია შორს მივდივარ და აგერ ნუ აზერბაიჯანში წასვლა ითვლება უკვე ემად რა ქვია, წარმატებად, ხო? ერთადერთი რაც კარგი ბოლო წლებში აი ეს თუნდაც რო ვთქვით, რომ ბათუმის დინამო უკვე სხვანაირია და დინამოც ასე აი რაღაც წარმატების საფუძვლის. ერთ-ერთი არის, რომ აი შედარებით ამ ბოლო ორ სეზონში ახალგაზრდები წამოვიდნენ, კლუბები ენდობიან ახალგაზრდებს. ეს კარგია ეროვნულ ლიგაში. და ეროვნულ ლიგა 2-შიც იმატა ახალგაზრდების რიცხვმა. ეს აი მაგალითად 3 წლის წინ ესე არ იყო. კანტიკუნტად თამაშობდნენ და იმ ასაკობრივ ნაკრებებსაც იმიტომ უჭირდათ იქ ვერ აგროვებდნენ. მინახავს ასაკობრივ ნაკრებს 21 წლამდე ნაკრებში გამოძახებული იყო ფეხბურთელი, რომელიც საშუალო ქართულ გუნდის ძირითადში ვერ ხვდებოდა ხოლმე ეხლა. იყო ეგეთი შემთხვევები და ეხლა ესე აღარ არის თამაშობენ ეს ბიჭები და აი დაეთყო კიდეც ასაკობრივ ნაკრებებმა, ავიცი, აი სასწაულად ჩაატარეს ბოლო თამაში წელს ისეთი თამაშები მოიგეს, რა ვიცი ხა. უნგრეთში და ფაქტურად თამაში არ წაუგიათ რამდენი ხანია. ეს დაეთყო და კარგია, ეს ალბათ გარდაისახება მერე კლუბებზეც, მერე გარდაისახება ნაკრებებზეც, მაგრამ ჯერ მაინც შორს ვართ, რა თქმა უნდა. Ну, მოდი აქვე დაუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ლეხი თამაშობს დღეს, ეს არის კვეკერსკირის და ახლა უკვე გიორგი ციტაიშვილის გუნდი ყარაბაღთან თამაშობს დღეს და ხარაიშვილის ფერენცვაროშს აქვს ხვალ ტობოლთან თამაში. ეს ჯერჯერობით ქართველი მაგრამ ხარაიშვილი აღარ არის, მამდენ მგონი არც უწევს თამაში, რა ვიცი. ფერენცვაროში არ არის. ფერენცვაროშ პოტენციური მეტოქია. ფერენცვაროშ ხვდებით თუ გავედით. ბათუმის პოტენციური მეტოქი არის. თუ გავიდეთ, კი, ბათუმი თუ გავიდეთ, მოკლედ ბათუმს ძალიან ფერენცვაროშ ყავს მწვრთნელი ის ჩერჩესოვი. ჩერჩესოვი, კი ბატონო, რომელიც იყო რუსეთის ნაკრების მწვრთნელი წლების განმავლობაში და ბოლოს ბათუმს გადაცემა რო ისე ბოლოსკენ წავიყვანოთ, მინდა, ну, რა ვიცი, მაინც ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წლის წინ, ну, არც ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატი შემოდგომა გაზაფხულის სისტემიდან, პრინციპიდან გადაიყვანა გაზაფხულის შემოდგომის პრინციპზე და მოსაზრება რამდენადაც მე მაშინ გავიგე იყო ის, რომ როდესაც ქართული გუნდები თამაშობენ, ну, თბილისის დინამოს მაგალითზე იყო ეს ნათქვამი, როდესაც ქართული გუნდი თამაშობს გაზაფხულის შემოდგომის პრინციპს, მაშინ ესე იგი ევრო ტურნირებზე ერთვება უფრო წარმატებით, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც თამაშობს შემოდგომი გაზაფხულის პრინციპით და გუნდების დაკომპლექტებაც იცვლება, ანუ ფეხბურთელები დათარებული სეზონის მერე ქართული გუნდებიდან გარბიან და ასეთ შემთხვევაში, როდესაც შუა სეზონი იქნება და არა სეზონის დასასრული, შუა სეზონში ამდენი ფეხბურთელი თქვათ არ გაიქცევა. ანუ ლაპარაკი იქ ერთწლიან გუნდებზე, რომელიც შეიძლება წლის ბოლოს დაიშალოს და ფეხბურთელები, რომლებიც გგონია, რომ გამოგადგებიან ევროთასზე, სინამდვილეში გაფანტულები აღმოჩნდებიან. აი როგორ ფიქრობთ? ну, რა ვიცი, როგორ უნდა ვიფიქროთ, ბოლო წლებზე უკვე ვილაპარაკეთ, რომ იყო ძალიან ცუდი შედეგები და აინც რამდენად გაამართლა თუ არ გაამართლა შემოდგომა გაზაფხულის პრინციპზე, პრინციპიდან გაზაფხულის შემოდგომის პრინციპზე, ანუ ყოფილ საბჭოურ სისტემაზე გადასვლა. ну, გაამართლა, არ გაამართლა, ცალსახაა, რომ არ გაამართლა, რადგანაც შედეგი სახეზეა. აგერ და მე მგონი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 90 წლიდან მოყოლებულს გულისხმობ, პირველი ესეც საშინელი 5 წლიანი მონაკვეთი ქართულ საკლუბო, ხო, 5 წლედი, ასე ვთქვათ, ქართულ საკლუბო ფეხბურთში არ ყოფილა. არ და მახსოვს და სწორედ განდაეთილია, მაშინ როცა სისტემა იცვლებოდა, გაზაფხულის შემოდგომა პირიქით იცვლებოდა, მაშინ
ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ მთავარ არგუმენტად ის ფაქტი მოყავდათ, რომ გაზაფხულის შემოდგომის დროს ფეხბურთელები, გუნდები, ჩემპიონატი უკვე გაგანია ჩემპიონატი იქნება, გუნდები, ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში იქნებიან და ევროტურნირებზე ჩაბმაც არ იქნება მისთვის რთული საკითხი და აგერ რთული საკითხია თუ იოლი საკითხი, შედეგები სახეზია. ხო, ცხადყოფს ამ ყველაფერს და ხო არ არის ის დრო, ხო არ დადგა, რომ ისევ შევცვალოთ ეს სისტემა და დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ადამიანურ ევროპულ ყოველ სისტემას. შემთხვევაში და ნუ დავემსგავსებით გაზაფხულის უპირატესობას, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჯერ ევროპთასებზე ვერ ვერაფერს არა, სხვა ვერც ვერაფერში ვერ ვგზნობთ და ვერ მოიყვანს კაც ვერანაირ არგუმენტს აიმისოდ, რომ შემოდგომა გაზაფხული ჯობია გაზაფხულ შემოდგომას. პირიქით, რომ გაზაფხულის შემოდგომა ჯობია შემოდგომა. ხო, ზუსტად და არის სად არის ახლა ჩემპიონატები მიდის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში და ჩრდილოეთი ხო. მეტი არსად. ნუ ბელარუსის აქ როგორც მახსოვს, ბელარუსის პროექტი იყო გათვალისწინებული, რომ აი ბატეს პროექტი, რომ ბატე გადის ხშირად ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპა ლიგაში, ნუ მოდით ამ მოდელს გავუყვეთ. რომელმაც რა ვიცი, ხა ჩემი აზრით არ გამართლა, ჯობდა ალბათ რა, ისევ ისე და იქ ეთქვა რაღაც მოედნის ჩემი აზრია პირადად და მოედნის პრობლემა თუ ფეხბურთს ამშობთ, რატო უნდა იყოს? ხო, ნუ ეგ არის საქართველოში რატო უნდა იყოს? ახლა განვითარება სხვა ისტორიაა რა. მაყურებელს თუ ახლა ნოემბერში ტრიბუნაზე შეცვდება, ბოდიში უკვე სხვა ამბავია. ნუ ინგლისშიც ცივა ხო, მაყურებელს ინგლისშიც და ცივა და ესპანეთშიც. პორტუგალიაში. ალბათ ამინდის კუთხითაც ძველი სისტემა ჯობდა, ეხა ფეხბურთელი აი რომელიც ესა ფაქტობრივად ვერ ისვენებს ზაფხულში და ეხა საქართველოს მაინც ზაფხულში ფეხბურთელს დასვენება უნდა ესეთი სეზონი. ნუ აი ახლა დაისვენებენ, ხო 15 აგვისტომდე აქვს ისა, მაგრამ ამ პერიოდშიც ევროთასებისთვის ამზადებენ. და რა ვიცი, ამის გათვალისწინებითაც ალბათ უბრალოდ აი ვერ მივხვდი რატო შეცვალეს ეს სისტემა. თავარი არგუმენტი იყო ეს, რომ ევროთასებზე უკეთ გამოვიდა. არა, მესმის ეს ბატეს ვარიანტი იყო, რომ აი ბატეს მაგალითი რო იყოს, მაშინ ბატე უნდა ყავდეს. ხო, მაგრამ სამაგალითოდ ლივერპული ჯობია ბატეს. ხო, ლივერპული ჯობია, ნუ აშკარად. და ბარსელონა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე იმედი მაქვს, რომ კიდევ ვილაპარაკებთ, არაერთხელ შევიკრიბებით ამ სტუდიაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და უსურვოთ ქართულ გუნდებს წარმატება ევროთასებზე.